სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდის ასულისაითა. გულითადად გილოცავთ ჩვენ სამღვდელოებასთან ერთად აწინდელ დიდებულ დღესასწაულს განსაკუთრებულ საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და ჩვენი ერისათვის წმინდა გიორგის ხსენებას. მართალია ძველი სტილით აპრილის თვეშია მთავარ გიორგობა, მაგრამ იმდენად დიდი სიყვარული იყო ამ დიდმოწამისა, რომ დაწესდა კიდევ ერთი დღესასწაული, კერძოდ მისი მოწამეობიდან ვიხსენებთ ურმის თვალზე დაკვრისა და წამებას. ამასთან დღეს მოიხსენიება ასევე დიდმოწამე კონსტანტინე ქართველმთავარი, რომელთა ცხოვრებაზე ძალისაებრ მოგახსენათ მამა გიორგი, რომლის სეხნაწმინდანიც არის ისე როგორც მეორე გიორგისა, წმინდა დიდმოწამე გიორგი. რამდენადაც ისი სეხნას დღესასწაული იყო, ამიტომ კურთხევა მივეცით, რომ მას მოეთხრო ამ დიდმოწამეთა 8 წლის შესახებ. მეორე მხრივ, რამდენადაც განსაკუთრებული სიყვარული მაქვს ამ დიდმოწამისა, არის ჩემი გვარის სალოცავი გერისწმინდა გიორგი და ლაშარისწმინდა გიორგი. არ შევიდნენ, არ გამოთქვა ორიოდე შთაბეჭდილება, რომელიც უშუალოდ არა წიგნებიდან, მონათხრობიდან თუ სხვა, არამედ უშუალოდ მიმიღია სიყრმეში წმინდა დიდმოწამე გიორგისა, რადგან ის რასაც ვიტყვი, მისი დიდებაა, რა თქმა უნდა. ეს თქვენ მეტნაკლებად იცით, მაგრამ საჭიროდ აც გული მეუბნება, რომ წარმოგითხროთ ეხლაც. დაახლოებით ვიქნებოდი 7-8 წლის და მამაჩემის სოფელში ჩამიყვანეს. ქსოვრიში უძველესი სოფელია, ქრისტეს შობამდე არსებობდა ეს სოფელი, უძველესი სალოცავებია, ტაძრები, ნიშები და ასე შემდეგ. როგორც ჩანს, აქედან გამომდინარე ღრმად ქორწმუნე ხალხი ცხოვრობდა იქ. მაგრამ როცა იყო ლაშარის წმინდა გიორგის დღესასწაული, იკრიბებოდა არა მარტო სოფლის მოსახლეობა, არამედ გარშემო მთელი მცხეთის რაიონი შეიძლება გადაჭარბების გარეშე ითქვას და გრძელდებოდა დღეების განმავლობაში, მოდიოდნენ, ლოცულობდნენ, სანთელს ანთებდნენ და ასე შემდეგ. აი რას უკავშირდება ამ სალოცავის არსებობა და მისი სახელი. მერმე ეს არის დამაფიქრებელი საყვარელო, რომ ყოველთვის ეს დღესასწაული მოდის პეტრე პავლოვის დღესასწაულზე. თითქოს უჩვეულო არის, ალოგიკურიც არის, მაგრამ ღმერთმა ასეინება, სწორედ მაგ დღეს პეტრე პავლოვას ღამით, შუაღამის 24 საათზე ხდებოდა უდიდესი ღვთისმსახურის საუკუნეების განმავლობაში. ეს აღწერილიც არის სხვადასხვა მატიანეებში და ასე შემდეგ. მე პირადად ჩემი წინაპრებისგან ვიცი გადმოცემით, პაპაჩემისგან, ბებიაჩემისგან, მამაჩემისგან, რომელიც ამბობდა, რომ პატარაობისას მეც მოწმე ყოფილვარ ამ სასწაულისა. კერძოდ, როდესაც პეტრე პავლობა დგებოდა, უამრავი ხალხი იკრიბებოდა გარშემო სოფლებიდანაც, როგორც გითხარით, და ელოდა ყველა ირმის გამოჩენას. შუაღამის 12 საათზე, სწორედ ამ დროს, არც ადრე და არც გვიან, გამოჩნდებოდა ირემი, დაასვენებდნენ, მორჩილად დაწვებოდა ამ ნიშთან. დაასვენებდნენ და შემდეგ დაკლავდნენ, შესტირავდნენ წმინდა გიორგის და დღეობა ქვია. ხალხურად იწყებოდა წმინდა გიორგის დღეობა იწყებოდა. ვიდრე ეს მოხდებოდა, ვიდრე ირები მოვიდოდა, კომეტა ჩამოვარდებოდა შორი ახლოს, ამიტომ ის ადგილი მოსთავებული იყო, რომ არავის დასემოდა, სწორედ ნიში სადაც იყო და კომეტა გადმოვარდებოდა, მოელვარე, მოვიდოდა ირები, შესტირავდნენ და მთელი ღამე იქ იყვნენ ღამისთევით, ასე ვთქვათ, ზოგი ლოცულობდა, ზოგი ღრეობდა, კიდეც ასეთების იყვნენ, როგორც აი ჩანს და აი რატომ გულისხმობ. ერთხელაც ირემს დააგვიანდა, ერთ-ერთ დღესასწაულზე მოვიდა გვიან, უკვე პირველი თუ 2 საათი იყო დაწყებული და ზოგიერთი მართლა ეტყობა ღრეობისთვის იყო მისული და ესე იგი ილანძღებოდნენ, რატომ დააგვიანებს სემეს კიდეც ირემი, რომელიც გაოფრილი იყო და დაგლეჭილი ჰქონდა, მთელი სხეული სისხლის დიოდა. ეს მთა, რომელიც ბავშვობაში ძალიან მაღალი მეჩვენებოდა და მე გამეღიმა, როცა მოზრდილმა ვნახე, რომ ჩვეულებრივი მთა იყო, ასეთი მთები და ამაზე მაღალი უამრავია საქართველოში. მთაგორიანი ქვეყანა საქართველო. მოკლედ აღარ დაასვენეს, ადგნენ და მაშინ ყელი გამოშრეს, შესწირეს. იმის შემდეგ ნიშსასწაული შეწყდა, აღარ ხდებოდა. ხალხი ესე იგი კიცხავდა იმათ, ვინც ეს მოიმოქმედეს და ასე შემდეგ, მაგრამ თვითონ ხსოვნა დღესასწაულის იყო და მაინც იკრიბებოდნენ, თაყვანსებდნენ და ლოცულობდნენ მის წინაშე. მოკლედ, ერთხელაც ჩემმა ბიძაშვილებმა, ჩემი თანატოლები იყვნენ, შემომთავაზეს, რომ ამ თვის წვერზეო არისო წმინდა გიორგის სალოცავიო ეკლესია,
ავიდეთო იქ და ვილოცოთო. არც გესმოდა რა იყო ლოცვა, მე პირადად ეკლესიური ვითარება არ იყო, ხრუშოვის დრო იყო მოგეხსენებათ, ხრუშოვისა, რომელმა მყარვალმაც თქვა რომ უკანასკნელ უხდელს ტელევიზორით ნახავთო. დევნა იყო საშინელი. არანაკლებ თუ მეტი არა, ვიდრე რევოლუციის დროს, ოქტომბრის რევოლუციისა. ერთი სიტყვით გადავწყვიტა და ასვლა, მაგრამ მთელი მთა დღემდის დაფარული არის ჯაგებით. ეკლიანი ჯაგებით. სხვათა შორის ამ ჯაგებს კაფავდნენ ადგილობრივი მოსახლეობა და თონეში აღაგზნებდნენ უგემრიელესი ლავაში გამოდი. ჯერ ერთი მაშინ ქართულ ფქვილზე ცხებოდა და ეს მე მაქვს მთელ სუბანში იდგა ხოლმე სურნელება ლავაშის. განსხვავებით დღევანდელისაგან, რომელიც შეძენილია ძირითადად თურქეთიდან და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით გადავწყვიტეთ თავგამოდებით, რომ მთისწვერზე ავსულიყავით, მაგრამ რამდენს არ ვეცადეთ. ისე ახლო იყო ჯაგები, დაგვეკაძრა სხეული, დიოდა სისხლი, დაიფრითა ტანსაცმელი, ეს ცალკე გვაშინებდა, იმიტომ რომ უფროსები გაგვიბრაზდებოდნენ და ვერ მივახციეთ რა მწვერვალს, უკან დავბრუნდით დამარცხებულები და როცა უკან მოვდიოდით, იქ ჩამოვარეთ ამ ადგილს, სადაც ლაშარის წმინდა გიორგიევი. წარმოდგენა არ ყონდა რა იყო ეს. და იყო რიყის ქვები მოზიდული ერთად, უამრავი და მათ შუაში ამოწერილი იყო რკინის ჯვარი, ასევე ვეება ჯვარი. ძალიან გამიკვირდა და ვკითხე ბიძაშვილებს, რა არის მეთქი ეს? ეს ქვები რატო ყრიან მეთქი? ან ეს რა არის მეთქი? ეს რკინა არც ვიცოდი რომ ჯვარი ერქვა. მაგათ გითხრეს შენ არიციო კაცო, ჩვენი გვარი სალოცავია მინდიაშვილების, ლაშარის წმინდა გიორგიაო. იცი რა ხელა ძალა აქვს წმინდა გიორგის. მე როგორც მამაკაცმა ავიმაღლე თავი ჩემს ჭკუაში უმეცრებით და უგუნურებით ბიძაშვილების თვალში და ვთქვი რა უნდა მიყოს მეთქი ამან და ავდექი და მაპატეით შევანერწყე ქვების ხროვას. ჯვარი იყო ამართული. უკან წამოვედით დაახლოებით 5-6 ნაბიჯი გადავდგი და გარკვევით მკაფიოდ ვხედავ ჯერ მესმის ცხენის ფლოქვების თქარათქური. გავიხედე საიდანაც ხმა მოდიოდა, იქით არის შემდეგი სოფელი ილტოზა, რომლის ბოლოში გადაბმაში არის წმინდა დიდმოწამე გიორგის ბაზილიკური ეკლესია, დღემდე დგას იმ ადგილას. და ესე იგი იქიდან მოდის მხედარი ცხენზე, მაგრამ პირველი რამაც გამაკვირვა ეს იყო, ცხენი იყო ვეება და დაკუნთული და ამავე დროს მხედარი იყო უჩვეულოდ ჩაცმული. მე როგორც მივხვდი, როცა განათლება მივიღე და სხვადასხვა წლები გავიდა, ეს იყო ძველი ქართული აბჯარი. როცა მომიახლოვდა, გამისწორდა რა, დავინახე რომ მხედარი იშდა, ძალიან მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა. მისი ჯავშანის ვათვალელებდი გაოცებული რა იყო ეს? შუბი, ხმალი ეკი და ძალზე დიდი. აი როგორც ვახტანგ გორგასალი გამოიხატება ხოლმე. და რომ გამისწორდა, შევხედე გაოცებულმა და გადმომხედა მკაცრად ცხენიდან შეაჩერა ცხენი. აბა ნახეო, მაქვს თუ არა ძალაო. მე ხო ვთქვი რა ძალა აქვს მეთქი, რა უნდა მიყოს მეთქი, თავი ავიმაღლე. აი ასე გადაიწვინა ხელი, ეს ხელი მარჯვენა ხელი გადაიწვინა, აქ უკან თურმე მათრახი ჰქონდა, გადმოიღო, ამასაც ვათვალელებდი, უჩვეულო იყო, ძალზე დიდი იყო და ესე იგი თასმები ჰქონდა და თასმების ბოლოში სპილენძის დიდი ბურთულები. რამდენიმე თასმა იყო, რამდენიმე ბურთულა და გადმომკრა ზურგზე. მაგრამ უჩვეულო რა მოხდა? კი არ გაჩერდა ზურგზე, შევიდა ხორცში და მივიდა რა ბურთულები მიეხეთქა გულს, ჩემ დაუნებურად დავიძახე, ვაი დედა და გული მიწუხს. სამჯერ გადმომარტყა და სამჯერ მითხრა იგივე, აბა ნახე, მაქვს თუ არა ძალა. ამის შემდეგ დამჩემდა რომ მოულოდნელად, ალოგიკურად, გაუგებრად, თუმცა გული ჯანმრთელი მქონდა, ესე იგი ცნობას ვკარგავდი და ნემსები თუ მაბრუნებდნენ. ეს მემართებოდა დიდი ხნის განმავლობაში. თითქმის 16-17 წლამდე ნელ-ნელა შესულთა, მაგრამ სავსებით არ გამქრალა. გარდა ამის, ამან დამიტოვა მე შიში ამ წმინდანის მიმართ. თან ასეთი რა მოხდა ჩვენ სახლში, პაპა ჩემისა, წმინდა გიორგის ფოტო იყო, ფოტოსურათი იყო ცხენზე ვჯდომი, და ცხენი როგორი იყო? დიდი თეთრი ცხენი იყო, ჭროღა, წერტილები ჰქონდა უამრავი. ეს მყაფიოდ, აი როგორც თქვენ გიყურებთ, ესე აღწერდა, მიდგას თვალწინ ეს ცხენისა და ეს მხედარიც.
წმინდა გიორგის ფოტო ჰქონდა და ბიძა ესე იგი მაშინ რა ვიცი მოდას ეძახდნენ მოდა არის მაგრამ წმინდა გიორგის თავს ჭრიდნენ და თავის სურათს სათავსებდნენ არ ვიცი რა უგუნურება იყო მაგრამ გავრცელებული იყო ყოველ შემთხვევაში მსოფლიოში და ჩვენი რძალი ძალოა ჩემი ქართულურად ეუბნებოდა არ გააკეთო გივი ეკოთ აი ამ ჩვენ მეზობლად რომ გააკეთაო ის კაცი ლოგინა ჩავარდაო და არ დაგსაჯოს წმინდა გიორგი არ უსმინა ქედმაღლობით და გააკეთა იგივე ერთი სიტყვით აი ეს მოხდა დიდი ხანი გამყვა ტკივილიც ბნედაც ერთგვარი და შიშიც წმინდა გიორგის მიმართ გამოხდა ხანი უკვე სასულიერო სემინარის სტუდენტი ვარ უნივერსიტეტიდან გადავედი იქ სწავლობდა აი დედებმა განიზრახეს რომ მეუფე თადეოზი იყო მაშინ რექტორი სემინარიის რომ გერის წმინდა გიორგი მოელოცა და შენ ხომ არ წამოხვალო ახლო ვიყავი დედებთან აბა ლოცვებს ვესწრებოდი შუაღამიანს და ამ შემდეგ მე ვთხარი ჩვენი გვარი სალოცავია და სიამოვნებით არც ყოფილ ვარ არასდროს მეთქი და სიხარული და სიყვარული წამიყვანეს თან იქ რომ მივედი და ესე იგი მოვილოცეთ ძალმა თიფეთქა მოგონება მის რაც მოგითხრეთ რაც დამემართა ბავშვობაში და დიდ სინანულში ჩავარდით ან უკვე მორწმუნე ვარ მეტნაკლებად მესმის ჩვენი სარწმუნოების პირველი კურსის სტუდენტი ვარ სემინარიის და ეს მოუყევი მეუფე თადეოს და მეუფე თადეოს უკვე ძალიან მძიმე ცოდვა ჩაკიდენიაო ახსარი გადამაფარა ომოფორი სამღვდელოთავო შენდობის ლოცვა წამიკითხა და თავდაბალი ადამიანი იყო ბუნებით მეუფე თადეოს და შემომთავაზა საბოლოოდ რომ მოგიტევოსო წმინდა გიორგი მოდიო მუხზე დავდგეთ მე და შენ და მე შენთან ერთად შემოული სამგზი და პატიება ვთქვით რომ რაც გავაკეთეთ კიდეც მოვიმოქმედო მერმე ესე იგი განიზრახეს დედება პატარა ტაბლა გაეშალა სუფრა მეუფე თადეოსმა აკურთხა და რომ დავსხედით ორი ქალბატონი იყო თბილისიდან უცნობი ჩემთვის მომაწოდეს ესე იგი ქიზმარაულის ბოთლი რომ გახსენითო ჩვენ ვერ გავხსნით ამას თქვენ იცით მაშინაც არა მარტო დღეს უფრო მაშინ რაძნელად იხსნებოდა ასეთი ბოთლები ნუ მომაწოდესა საცობი რომელსაც ძლივს თუ გამოაძრობდა არ თქონდა იმედი რომ საცობს ამოვაძრობდი გულახდილად რომ გითხრათ რაც მარტივი საგანი მომაწოდეს ამოსაძრობა რატო ყვები დაწვრილებით ალბათ ვიყვდები თქვენ როგორც კი გადმომაწოდეს აი ასე ბოთლი ხომ მომაწოდეს ავიღე ამოვარდა საცობი და მომხდა მარჯვენა თვალში წამოვიდა თხარათქურით სისხლი მე ეს ქალები სხვები მონალ დამეხვინეთ უტუზოვით ამიგრეს ეს თვალი სისხლი არ ჩერდება საკმაო ხანს არ გაჩერებული ნუ რა თქმა უნდა შემეშინდა ბუნებრივი ეს თვალი დღემდე მტკივა ამ გრძნობელობა რაც ასაკში შევედი უფრო დამაკლდა ამ თვალში არა მარტო სინათლე თვალის არამედ გრძნობელობა ახლა ცოტა მეამბიტო ბარასწვა მაგრამ ბალიშზე თავს ვერ ვდებ ესე იგი უნდა შევწიო ბალიშს და ჰაერში უნდა გქონდეს თვალი რომ ტკივილი არ ვიგრძნო ხა ყველაფერს ხო მოგიყვებით მაგრამ საგანთან დაკავშირებით გიყვებით ამათ ნუ ეს ენიშნათ ახლა ამ ქალბატონებს და ერთი მეორეს ეუბნება გახსოვს გზაში რომ მოგიყევიო მე დავინტერესდი და რაც მოუყევი მეთქი აი ეს უნდა მომხდარიყო და თუ კარგად დამთავრდება ყველაფერი მე მოგიყვებითო ნუ ეთქობა კარგად დამთავრდა ცოცხალი ვარ და მართალია ნაკლული თვალი მაქვს მაგრამ მაინც შემია რომ ტერენტი გრალენი ამბობს აი საფლავი იყო ეკლესიის სხეულზე მაგრამ ჩემია დამებრალებაო ესევე თვალიც რა თქმა უნდა იუმორით რომ თქვა მოკლედ ამის შემდეგ წამოვედი და სიზღრეულ ჩვენებას ხედა უახლოეს დღეებში რომ წმინდა გიორგი ცხენს მიაგებებს ვიღაცას უჭირს და მიაგებებს დასახმარებლად და შეყვირე დიდ მოწამე გიორგი მე ჩემეწი ემეთქი და ესე უკმაყოფილოდ გადმოვხედა განრისხები და მითხრა შენთვის არ ცალია ჯერო მოვიცლიო მერე ნუ ეს მოცლა იმაში გამოიხადა რომ საბოლოოდ მომიტევა ეს სოდვა ეს შიშიც მომეხსნა და ყველა ის მოვლენებიც რაც აგიწერეთ ამასთან დაკავშირებით როგორც ნიში მქონდა მოცემული ნიშანი ჩემი უგუნურებისა და სოდვისა ნუ როდესაც უკვე დაოჯახებულიც ვარ, მღვდელი ვარ და ასე შემდეგ. ყოველთვის ჩავდიოდი და ჩავდივარ ამ სალოცავში, განსაკუთრებით ოჯახთან დაკავშირებით თუ რამ საჭიროებაა და გახსოვთ ალბათ მიტროპოლიტი ელისე ჯოხაძე, რაჭის ეპისკოპოსი, ნიკორწმინდის. მე როდესაც მღვდელი ვიყავი დიდუბეში, ეგ მაშინ აპირკეთებდნენ.
დიდუბის ეკლესიას და როგორც პრარაბი ინჟინერი, უმცროსი ინჟინერი მოვიდა იქიდან გავიცანით, დაუახლოვდით, ბევრს ველაპარაკებოდი ხოლმე სარწმუნოებაზე, წმენა ქონდა, მაგრამ ძალისეებ უღვივებდი ამ წმენას და ბოლოს იქამდე მივიდა ჩვენი ახლობლობა და ესე იგი მეგობრობა, რომ პირველი ქალიშვილი რომ მეყოლა, მას მოვანათლინე. მაშინ იყო ერისკაცი, ელდარი ერქვა სახელა და რატო გიყვებით ამასაც. გამოხდა ხანი და აი განვიზრახე გულში სურვილი გამოჩნდა, ძალუმი სურვილი გამიჩნდა, რომ იქ რაიმე ნიში დამედგა წმინდა გიორგის სახელზე, გაუმშღავნე, ესე იგი ეხერხებოდა ძერწვა, ქანდაკების კეთება და სხვა და შემოთავაზა რომ მე გავაკეთებ ამას და პატარა ნიში გააკეთა წმინდა გიორგის ტროპარი ამოკვეთა მასზე და წმინდა გიორგის ხატი დავაკარით პატარა ლითონის. ნუ ჩავიტანეთ, ეხლა რატო ყვები ასე გამოწვლილი და დიდი პარაკლისი გადაუხადე, როცა გავამაგრეთ ეს ნიშხატი. მუხლზე მდგომა რომ გამომესხიდა ჩემი სიკვდილის დროინდელი უგუნური ცოდვა, თუმცა სახსრები ძალიან მაწუხებს, ქვებზე ვიდექი თითქმის 1 საათი, რაც ჩემთვის გვირობის ტოლფასი იყო ამ სახსრებიდან გამომდინარე და ისინი ჩემთან ერთად მოდრეკილი იდგნენ. მოხდა ასეთი სასწაული, როგორც კი პარაკლისი დავიწყე, წამოვიდა საზარელი წვიმა, ქარით, თქეში, როგორც ქვია ქართულად. ყველგან თქეში მოდიოდა, მხოლოდ იმ ადგილას, სადაც ეს ნიში იყო, მდელოზე გარშემო. ნამი რა არის, საყვარელო, მისი ძმა ამბობდა, ესე კაცი ბერდები ასეთი რამე არ გვინახია, ეს რა იყო? არ მორჩა წვიმა, სანამ პარაკლისი არ დამთავრდა. მერე ბოდიში მოუხადე ჩემი სიტყვებითაც ბავშვობაში ჩადენილი უმეცარი ცოდვისთვის, ესეთი გავგზავნე მოსკოვში ჩამოგვიყვანა მისმა ძმამ ეს ნიში რომ ჩამოგვეტანა, დასხდნენ და როგორც კი მე ესე იგი მოვრჩი პოლარი მოიხსენე, ჩავდე ჩანთაში და წამოვედა, დავჯექი მანქანაში და კარი დავხურე, სათქი წამოვიდა იმ ადგილასაც წვიმა. ეს იყო დიდი სასწაული. ეს ის დღე იყო თუ გახსოვთ, ვაკეს აბურთალო ძალიან დაიპურა და მოძრაობა შეწყდა, ეს იყო დიდი ხნის წინ. ნუ გამოხდა ხანი და ადგილობრივმა მოსახლეობამ გაიყვანეს რა იქ გზა და ეხლა ასფალტირებულია ახალგორისკენ მიმავალი გზა. გადაწყვიტეს რომ ეს ნიში გადაეტანათ სხვაგან, იმიტომ რომ გზა რომ მოჭრეს, ახლო აღმოჩნდა გზასთან ეს ნიში. ხო და ფიქრეს რომ საკეიფოდ მოუხერხებელი გახდაო ეს ადგილი, თან ჩრდილი არ იყო, იქ პატარა დაბალი ბუჩქები იზრდებოდა, ადგნენ და უკითხავა, თუმცა იცოდნენ რომ ეს მე შევსირე. და ეს სასწაულიც რომ მოხდა, ადგნენ და გადაიტანეს ჩრდილში სადაც კარგ ადგილას, საკეიფო ადგილას რა, ასე ვთქვათ. ეს რომ გავიგე არ მომეწონა, რა თქმა უნდა, შევრისხე კიდეც იქ რომ ჩავედი სოფელში, ეს რომ გააკეთეთ მეთქე, ნელმა აღმართვა, კურთხევა მაინც აგეღოთ მეთქე, რა, საკეიფოდ კი არ აღმართე მეთქე ეს. აი ეს სასწაული რო ხდებოდა, წინაპრებს მაინც კითხე მოგიყევიან მეთქე, მოგიყვებიან. ამის შემდეგ აქ სასაფლაოზე ქვის მთლიანს დიდი ჯვარი დავამზადებინე გრანიტის, წმინდა გიორგი გამოვახატინე ისეთი როგორც მახსოვდა თეთრ ცხენზე, ჭროღად ცხენზე, ძველი ჯავშანით და დღემდე არის აღმართული და ჩემი ოჯახის სახელზე შევწირე ეს. ამის შემდეგ სავსებით განთავისუფლდა ჩემი გული შიშნეულობისაგან. გავიდა რამოდენიმე წელიწადი და 2000 წელს უпроსოს ქრისტეშობის 2000 წელს პატრიარქის კურთხევით სხვებთან ერთად მეც გავემგზავრე წმინდა მიწაზე. ბევრი სიწმინდე ვნახე, დიდი მადლი შეგრძნება და ასე შემდეგ, სასწაულებიც მოხდა. ამას არაფერს არ ვიტყვი, რადგან საგანზე დღესასწაულისა ვილაპარაკებ და აი პატრიარქმა განიზრახა, რომ წმინდა გიორგის დედის სამშობლოში, პალესტინაში, ქალაქ ლუდიაში, სადაც დღეს ბერძენთა დედათა მონასტერი დგას და სადაც წმინდა გიორგის სხეულის უდიდესი ნაწილი არის დასვენებული, ორსართულიანი ეკლესია ქაშვეთის მოცულობისა დაახლოებით ქაშვეთი ორსართულიანია. ქვედა სართულზე არის ესე იგი მისი სამარე ლუსკუმა აკლდამა, რომელშიც ჩასვენებულია მის სხეულის უდიდესი ნაწილი. და გადაწყვიტა ჩვენმა პატრიარქმა რომ წირვალოცვა ჩაეტარებინა. ვიდრე მოვიდოდა პატრიარქი ჩვენ შევიმოსეთ, რა თქმა უნდა, აქაც ესეთი კურიოზული რამ მოხდა, რასაც ქართველი არ გააკეთებს, რომ წამხდარი ადამიანი იყოს. ესე იგი, როდესაც შეიმოსეს გულება, მე გვიან შევედი საკურთხეველში, გარეთ ლოცულობდი მათ შორის წმინდა გიორგის სამარესთან, ლუსკუმასთან, აღმოჩნდა რომ სამოსელი ერთიღა კიდია, სხვა არა. ვაფთიქი რა კი ეკიდა პატრონი ვიკითხე, ვინ არის, არავინ გამომეხმაურა და შევიმოსე. თურმე ეს ყოფილა წინამძღვრის, რომელიც იყო ახალგაზრდა ბიჭი, ასე ვთქვა. თარჯიმანი მოიყვანა, წარმოვიდგინეთ და მეუბნება, რომ ეგ ჩემია და გაიხადეო.
თან არ შეიმოს, ეს არის ყველაზე საგულისხმო. ქართველი როგორ გააკეთებს ამას? შენსას გაიხდი და სტუმარი ღვთისა ასე წამდა ყოველთვის. დღეს კი გონება გადაუბრუნდათ ქართველების ერთ ნაწილს, მაგრამ მე ვამბობ როგორ იყო ტრადიცია და თვითშეგნება ქართველისა. ასევე ერთხელაც მოსკოვიდან ჩამოსული იყო ახლად მონათული მოქცეული ახალგაზრდა ქალბატონი და მალიბალ ამობდა ჩემს გასაგონად ალბათ რომ შემეკო, რომ აი ნახეთო მე სიკეთე გავაკეთე, მოწყალება გავიღე, თავი რომ მომბაბეზრა ბოლოს უთხარი. შენ რასაც სიკეთეს ეძახი, ჩვენ ქართველებს ეგ სისხლში მაქვს მეთქი და აღარაფერი არ თქვა მეთქი და იმის მე ხმა აღარა მოუღია. მიხვდა რომ ეს ადბოყო დაინახა სინამდვილეში სტუმართ მოყარეობიდან სხვა გამომდინარე. ის რომ მაგას არც კი თulit მეთქი ეს ბუნებრივი და დამახასიათებელი რამ არის მერტი. ერთი სიტყვით გამხადეს ეს სამოსელი, ჩემი ოლარი მქონდა მხოლოდ და ოლარი და კურთხევა ეს ავიღე. კონდაკი, რომ წირვაში მე მონაწილეობა, მაგრამ თუ სრულად არ ახარა შემოსილი სრულად ვერ მიიღებ ასამაღლებლები არ უნდა თქვა. დაესწრები საკურთხეველში როგორც ძველი წირვას, იქ ეზიარებ, მაგრამ წირვაში როგორც ესე ვერ მიიღებ მონაწილეობას. პატრიარქი რომ შემოვიდა, მომიხმო და მკაცრად მითხრა, რატომ არ ახარ შემოსილი, ყველა შემოსილი. და მოუყევი ეს ამბავი, რომ გაჩუმდა პატრიარქი იმასაც გაუკვირდა რა ქართველი მაგას როგორ გააკეთებს. აი საილუსტრაციო მაგალითს გეტყვი. თქვენ იცით რომ ბურჯაანიდან დები რომ დადიან, რამდენიმე წლის განმავლობაში ქსოვდნენ ტრაპეზის გადასაფარებელს, ხელით ქარგავდნენ. წლები დაშევდათ ამისთვის და ანუ მშვენიერი რამ გამოუვიდა ღვთისმადლითა და ლოცვა კურთხევით და პეტრე პავლობა იყო პატრიარქი მობრძანდა წირვა ლოცვაზე, ეს იყო წლების წინათ, თან მოყვა მას ერთ-ერთი ბერძენი არქიმანდრიტი, მეუფე ზენონმა მაშინ ისიც არქიმანდრიტი იყო, არ იყო ჯერ მღვდელმთავარი, ყურში გადმომიჩურჩულა რომ ეს ელეონის მთაზე აშენებს ამაღლების ტაძარს იმ ადგილას, საიდანაც უფალი ამაღლა. მქონდა სიხარული, როცა წმინდა ვიცაზე ვიყავი და მაგადილასაც მომილოცია და ნაფეხურია დღემდე მაცხოვრის დარჩენილი. როცა მაღლებოდა ერთი ფეხის ნაფეხური დატოვა იქ. საკმაოდ დიდი ნაფეხურია და ქრისტეზე არის გადმოცემა, წმინდა გარდამოცემა, რომ ტანით იყო საკმაოდ ტანმაღალი. როცა ის იდგა და ქადაგებდა, მთელი თავით მაღლა იდგა მსმენელებზე. ასია გადმოცემაში ნათქვამი და მისი ფეხის ზომა შეესაბამება ამ გადმოცემას. ეს მინდოდა მეთქვა თქვენთვის და მოკლედ და დედა ყავს მოწამეო. დედამისთან ერთად აშენებდა ამ ტაძარს. ერთხელაც მუსლიმები მოეპარენ დედამისს, მონოზონი იყო. ზურგიდან დანა ჩაარტყეს და მოკლეს. მოწამეა. მოკლეს მხოლოდ იმის გამო, რომ ის იყო ქრისტიანი. მისი სხეული ამ წმინდა დედაკაცის დღემდე არის უხრწნელი და კი არ დაგრძალეს ამ ტაძარშია დასვენებული უხრწნელი მისი სხეული. ნიშნად ამ სასწაულისა და აი ესეთი წმინდა ადამიანი და რომ შევხედე ძალიან ბერძნების ძალიან ამპარტამი ჩვენზე ერთმა ქართველმა ბეთლემის წირვაზე იყო რომ მადლობა ღმერთს ერთი ერი მაინც არის ჩვენზე ამაყიო და ქართველებმა უკითხებულე ვინო და ბერძნებიო და გაგვეცინა ყველას. ეს იყო სიმართლე, რასაც მე უყურე ათონის მთაზე, რასაც უყურე წმინდა მიწაზე, ბერძენთაგან. მაგრამ ამჯერად ეს ბერძენი იყო ძალიან გულის შემოსულებიანი ადამიანი, თამდაბალი, მორჩილი, არც არის გასაკვირვი, რომ მისი დედა არის მოწამე. და უხრწნელია მისი სხეული, ასეთი დედის აღზრდილია. მოკლედ რომ გითხრა და მე წირვის ბოლოს მეუფე ზენონმა მაშინ მღვდელმა ჯერ კიდევ გადმომიჩურჩულა, რომ ძალიან მოეწონა თქვენი გარდამოხსნაო და მორიდებით კითხულობს. რამდენი გადავხადო რომ ესე იგი რომ წავიღოთ იმ ტაძრისთვისო ეს. ხარი რას ამბობ მეთქი როგორ გავყიდი ამას. მაგისი იყოს მეთქი და რომ გავოცდა ძალიან თვალები გაუბრწყინდა და წაეპოტინა იმას მე ვთხარი ახლა კი არა მეთქი კაცო რომ წავა პატრიარქი მე ახადე და წაიღეთ რომ დავაფირო მეთქი სხვა და ასე დაამგორად აი ეს ნაქარგობა ჩვენი სულიერი შვილების არის ელეონის მთაზე ამაღლების წმინდა ტაძარში წმინდა ტრაპეზზე დაფენილი. ეხლა რატომ დავიწყე ლუდიაზე საუბარი? ვიდრე წირვა დაიწყებოდა, ტაძარი მოილოცე და ტაძრის ბოლოში ხედავთ რომ არის ვება სვეტი აღმართული. თითქმის სხვენამდე, ჭერამდეს. და იქ მოხატულია ბეირუთის სასწაული წმინდა გიორგის. ბეშაპირო მოკლა და ქალწული იხსნა აშკარა სიკვდილისაგან. და ამ სვეტზე მსხვილი ბორკილია დახვეული, საკმაოდ გრძელი. და იქ კითხა ერთმა ჩვენთაგანმა 200-ზე მეტი ქართველი იყო წამოსული, მათ შორის თავრობის პირებიც იყვნენ იქ. რა არის ეს? რას ნიშნავს ეს ან სვეტი რატო აღმართული, ან ეს ბორკილი რა არის?
ესაო წმინდა გადმოცემით ის ბორკილია, რომელშიც შეებორკილეს და ჩააგდეს საკირეშიო. და უდიდესი რელიქვია და სიწმინდა. ჩვენთანაც ხოა შეეულება, რომ ქედზე იდგამენ ხოლმე ლომისაში და სხვაგან, როცა ევედრებიან ბორკილს ან ჯაჭვს. ეს ერთი გარდამოცემის გამოხმაურებაა, ასე ვთქვათ. ხოდა მაშინვე ქართველები რა კიწირვა უნდა დაწყებულიყო, პატრიარქი მოსულიყო, ამის საშუალება აღარ ექნებოდა, საასწრაფოდ დადგა დიდი რიგი. 220-ზე მეტი ვიყავით ჩვენ, როგორც გითხარით. ხოდა ჩემმა რიგმაც მოაწია, აი ჩვენი იკონომოსიც იქ იყო და ერთი კიდე მორწმუნე ეთერი ღმერთმა აცხონოს, აც უკვე გარდაცვლილი. აი შენ ხარ მენახის ჯვარზე რომ ვერცხლისფერი ჯვარია, სანაწილეთი, სადაც ჩავასვენე მაჩუქეს რა, წმინდა მოწამეთა გალაქტიონისა და ეპისტიმიას წმინდა ნაწილები. აი ეს ჯვარი მაცხოვრის საფლავთან მაჩუქა ეთერიმ. როგორც სულიერ მამას და აი მის სახსოვრად მაქვს და შევწირე შენ ხარ ვენახის ხატს. ჩემთვის ძალიან ძვირფასი ჯვარის არის ძვირფასია და მეტადრე ასე წმინდა ადგილას მოპოვებული. მამაც იქ არის მოკლე და ჩემ არ იგმა რომ მოაწია დავიჩოქე რა თქმა უნდა, ჩქარო, შემოვიხვიე ბორკილი და ვევედრები. აი რას ვევედრები? ჩვენი ბრევლისთვის, ჩემი ოჯახისთვის და ბოლოს შევთხოვე ჩვენი სამშობლოსთვის. უფრო გულითადად რო გითხრათ სიმართლე, წმინდა დიდმოწამე გიორგი, როგორც ყოველთვის შეეწეოდი დიდგორსა და სხვაგან, კვალად შეეწიეს შენს მრავალ ჭირნახულ საქართველოს. ხომ ხედავ რა დღეშია მეთქი საქართველო. ეს სიტყვები დავასრულე თუ არა, გონებაში ვამბობდით, რომ ბევრი ხალხი იყო ხმამაღლა, ვერ ვიტყოდი და არც ვიტყოდი. მოულოდნელად გორგვინავი ხმა მოისმა, ზევიდან, ზეციდან. აი როგორ გითხრათ, რომ აგიწერეთ, როგორი ძალა ქონდა ამ ხმას. ჩანჩქერი რო ჩამოდეს და აქ რაღაც საზარელი კოლოსალური ხმა და ძალა. აი ესეთი ხმა გაისმა ჩანჩქერივით ზეციდან. და მისი ტონალობაც კი მახსოვს და იყო ძალიან ვაშკაცურად, სიმამაცით ნაქვამი. შევეწიე და ძველ ქართულად ყვალაცა შევეწევი. ამის მერე ვიდექი ერთხანს მერე გამოვერკვე წამოდექი და ეს როცა ეს ხმა რომ იყო მოულოდნელად ამის შემდეგ მიწიზვრა იყო. სამჯერ წავიდა ეს სვეტი და ტაძარი და სამჯერ დაბრუნდა. შემეშინდა არ მოგონდა ეს ბავშვობის უმეცრების სულ ყველაფერმა იფეთქა ერთბაშად. და როცა მომდექი მერე ნანას უთხარი და ეთერისა ირზენით მეთქი როგორი ძლიერი მიწისძვრა იყო ტაძარი სამწე გვირდათ აი აქ არა და დაეკითხე რა მიწისძვრა მამო არანაირი მიწისძვრა არ ყოფილაო ანუ ეს იყო გამოცხადება ჩვენ და სასუებად გავიხსენე ეს სასაული რომ წმინდა გიორგი კვალადაც შეეწევა ჩვენს მრავალ ჭირნახულ საქართველოს ჩვენს წმინდა ეკლესიას მიუხედავად იმისა, რომ საზარელი დრო მოდის, ხედავთ მგლებს როგორ აგინებენ, თავად მგლები ერთმანეთს როგორ ლანძღავენ და ასე შემდეგ. მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება, ამას ჯერ კიდევ როდის ამბობდა, დადგება დრო, რომ მგლებზე ისეთი შეტევა იქნება, იმდენი შეურაცხყოფა ქუჩაში ადვილად ვერ გაივლიან, მივარდებიან და ეს მისი სიტყვებია, მამ გაახევენ ანაფორასო, ლანძღვაგინებით. ის დრო ნელ-ნელა გვიახლოვდება. უღვთოების წვდიაჩი ეხვევა თანდათან საქართველოს ჯერ მარტო რუსთაველზე რასაც ჩადიან ამათი მოთავეები და ეხლა აღარ მინდა რა მიეთმოეც მოყვე მოკლედ რომ გითხრათ ეს დრო ახლოვდება უმძიმესი დრო მოდის მაგრამ დედაკაცი ვიდროშო სანუგეშოთ ვიტყვი წმინდა სახარები და სალმობასა და ტკივილებშია მაგრამ როგორც კი შობს შვებას გრძნობს ისეთი დიდი სიხარული შემოდის შვილის შობის გამო რომ ეს ტკივილები მშობიარობის მას ერთ-ერთ ექიმთან საუბრობთ, ეს ღვთისგან არის ჩადებულიო ასე მის ორგანიზმში. უდიდესი სიხარული ფარავს იმ ტკივილებს, რაც გადაიტანა აი სულ ეხლა ხანს. ასე დაემართება ჩვენს ერსა და ჩვენს ქვეყანასაც. მე ღრმად მწავს, რომ კიდევ ერთი დიდგორი გვაქვს მოსაგები ქართველებს. მანამდე კიდევ ერთი რუისურბნისის კრება უნდა გაიმართოს ეკლესიაში, ეკლესიის სამღვდელოების უღირსი ნაწილისაგან განსაწყვეტად, რომელიც დაბრკოლების მეც არაფერს არ აძლევენ. სრულიად გაუგებარი ეგრეთ წოდებული რევოლუციური იდეებით შემოდიან საქართველოს და დიახ რევოლუცია უნდა მოვახდინოთ ეკლესიაშიც, ერშიც და განმანთავის მე მოკლედ ვეტყვი ყველა გზაშეცდომილ სამღვდელო პირს. წმინდა სერაფიმ საროველის სიტყვებით და ეს არის საზოგადოებრივ ეკლესიის შეხედულება. პირველი რევოლუციონერი ზეცაში იყო სატანა.
ყველა რევოლუციონერი რა გზითაც არ უნდა მოვიდეს, ვარდებით, მიხაკებით, ხავერდოვანი. მოგაგონდათ არა რატო ვახსენებ ამ სიტყვებს, როგორ დაიერთეს რევოლუციის სახელები და რა მოუტანეს სინამდვილეში საქართველოს. საბოლოოდ თუ ხიშტებით, ყველა ესენი სატანის მოწაფეები არიან. ღმერთმა ყველა სინანული მისცეს იმათაც და ჩვენც. რაითა ერთობით ვადიდებდეთ ქვეყანასა ამაზე და ჩვენს მამულში ღვთისმშობლის სილხეთ საქართველოს გარბიან ქართველები ტოვებენ და აი მოძალება მუსლიმები აფროაზიული მოდგმის რა დაგვემართება ჩვენ გავრბივართ ისინი მოდიან და მრავლდებიან რა დაგვემართება უკვე ქუჩები გადაცენზილი არის ამ ხალხით და ბავშვები დასეირნობენ კვაყოფილი საღე რა თქმა უნდა აფრიკის და აზიის ხრიოკი უდაბნოებიდან მოვიდრენ ესე იგი ენით აუწერელ სილამაზეში სადაც როგორც ქართული ფოლკლორი ამბობს მამა ღმერთმა თავისი კალთა დაიბერტყა საქართველოში აი ასეთები გავხდით ქართველები აღარც მამული გვინდა აღარც ენა და აღარც სარწმუნოება ჩვენი მამა გახდა მამონა აი როგორც ქრისტემ ასეთებს გვითხრა 20 საუკუნის წინათ თქვენი მამა არის მამონა ვერცხლის მოპარეობის კერპთაყვანისმცემლობის კერპი ღმერთი ეგრეთ წოდებული მაგრამ უფალმა გარკვევით გვითხრა ორი უფლის მონება ღვთისა და მამონასი არ იქნება ან ერთს მეტად ამოირჩევს და შეიყვარებს ადამიანი ამ პირუკუ დე გვიყვარდეს ღმერთი როგორც უყვარდა ჩვენ დიდებულ წინაპრებს თუნდაც აი დღეს რომ არის ხსენება დიდმოწამე კონსტანტინესი ქართველთა მთავრისა უსათნოესი უმოწყალესი ადამიანისა დიდი პილიგრიმისა და მომლოცველისა და მადლმოსილისა რომელმაც თავის სიყვარული მამული სენის და სარწმუნოების მიმართ მართლმადიდებლობის დაამოწმა თავისი მოწამეობრივი სისხლით მისი სულისანი მათი სულისანი მყოფილიყავით რაითა ვადიდებდეთ ამ სოფელში ღვთისმშობლის წილხვედრ მამულში და ზესა სოფელში ღვთისმშობლის სავანეში მამასა და ძესა და სულსაწმიდასა აზდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ